იცი რა ხო შეიძლება ღვთისნება ბოლომდე გამოძიებული არ მაქვს, მაგრამ მაინდა-მაინც ჩემენება დემონური ნება რატო არის? არ მინდა ეშმაკი ვიყო. აქ მინდა არ მინდაზე არ არის საქმე. აქ არის ობიექტური რეალობა. მე არ მინდა რომ თქვა დავბერდე სიტყვაზე, მე პრინციპში ამაში პრობლემას ვერ ხედავ. ზოგადად ვამბობ, ადამიანი იტყვის, მე არ მინდა დავბერდე, მე არ მინდა ავალ გავხდე. თქვა ასე შემდეგ, რას ქვია არ გინდა? არსებობს ობიექტური მოცემულობა. მინდა არ მინდაზე არ არის. ყველაფერი დამყარებული. ისე კიდე კაი, თორე ყველაფერი რომ მინდა არ მინდაზე იყოს 8 მილიარდი მინდა არ მინდა არსებობს სამყაროში. გესმით, დედამიწა გაიხლიჩებოდა უკვე. ხოდა აი ადამიანი ცოტა ისე უყურებს, რომ რა დემონური ნება რატო თუ დიახაც დემონური. ვისაც არ ჯერა ამის, რომ თუ ღვთისნებასთან შანხვედრი არ არის, ის თანხვედრაშია დემონურ ნებასთან, ვისაც არ ჯერა, მე ურჩევდი, რომ ცოტა ღრმად გამოეკლია მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება და აღმოაჩენს, რომ ეს ასეა. რა თქმა უნდა, ურჩევდი ასევე, რომ უფრო სიღრმისეულად გამოეკლია საკუთარი თავი, საკუთარი მიდრეკილებები, გესმით? აი ეს შიგნით რა ხდება და აღმოაჩენდა, რომ დიახ ეს ასეა.